ახლა ჩვენს ეთერში ენერგეტიკის რუბრიკის დროა. შუახევი ჰესი, ყველაზე დიდი ჰესი საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში, რომელმაც ქვეყნის ეკონომიკას დამატებითი ინვესტიცია მოუტანა, ენერგოსისტემისთვის კი 1.700.000 კილოვატ-საათზე მეტი ელექტროენერგია გამოიმუშავა. პროექტის უცხოელმა ინვესტორმა შექმნა სამუშაო ადგილები და რეგიონის მუნიციპალიტეტებთან ერთად არაერთი პროექტი დააფინანსა. შუახევი ჰესი საგანმანათლებლო, სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას დღემდე აგრძელებს. სამი უმსხვილესი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მიერ ერთობლივად დაფინანსებულ ჰესს ენერგეტიკის რუბრიკის ავტორი ანუკი ბატიაშვილი სტუმრობდა. ას 87 მეგავატის სიმძლავრე და 550 მილიონი დოლარის ინვესტიცია. ეს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში აშენებული ყველაზე დიდი შუახევ-ჰესის შეტანილი სარგებელია ენერგეტიკის სექტორში. აჭარის წყლის მფლობელები ნორვეგიული Clean Energy Invest და ინდური Tata Power-ია. შუახევ-ჰესი ერთადერთი პროექტია ენერგეტიკის სექტორში, რომელიც სამმა უმსხვილესმა ფინანსურმა ინსტიტუტმა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა, აზიის განვითარების ბანკმა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ დააფინანსა. შუახევი ჰესის დადგმული სიმძლავრე 187 მეგავატია. ჰესი დაახლოებით 4% ზრდის ელექტროენერგიის შიდა წარმოებას. ის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ობიექტია საქართველოს ენერგოსექტორისთვის. ჰესმა ელექტროენერგიის გამომუშავება 2020 წლიდან დაიწყო და წელს უკვე 400 მილიონ კილოვატ-საათზე მეტი ენერგია გამოიმუშავა, რაც მნიშვნელოვანი შედეგია. ჰესის მმართველ კომპანიას აჭარისწყალს 2015 წლიდან დღემდე ბიუჯეტში 55 მილიონი ლარი მხოლოდ ქონების გადასახადის სახით აქვს გადახდილი, რომელიც ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტზე ნაწილდება. ენერგოობიექტების განვითარება დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და ჩვენი კომპანია წლების განმავლობაში აჭარის რეგიონში ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია. შუახევის ჰესის მშენებლობის ეტაპზე დასაქმდა 1000-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე. მათი უმრავლესობა კი ხულოსა და შუახევში მცხოვრები ადამიანებია. ოპერირების ეტაპზე კომპანიაში 80-მდე ადამიანი მუშაობს და ჩვენი პრიორიტეტად კვლავ რჩება ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება. შუახევ-ჰესს მართავენ ახალგაზრდა ქართველი ინჟინერები, რომელთა ნაწილი პროექტში ჩართული იყო მშენებლობის ეტაპიდან. როგორც მშენებლობის პერიოდში, ასევე ოპერირების პერიოდში კომპანია ორიენტირებული იყო, რათა დასაქმებული იყო ადგილობრივები, შექმნილი იყო მათთვის სამუშაო ადგილები, რათა გაუმჯობესებული იყო მათი ფინანსური მდგომარეობა. ამასთანავე კომპანიაში გამუდმებით ხორციელდება სხვადასხვა სახის ტრენინგები, გადასამზადებელი ტრენინგები თანამშრომლებისთვის. გარდა ამისა, ჩვენი მშენებლობის პირველი ეტაპიდან ჩვენი კომპანიის სოციალური გუნდი მუდმივ კომუნიკაციაში ადგილობრივ მოსახლეობასთან, რათა მათი საჭიროებისა და ინტერესების გათვალისწინებით შეიმუშაოთ სოციალური პროექტები. შუახევი ჰესის არეალში მცხოვრები ადამიანების ცხოვრების დონის გაუმჯობესება კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობაა და ძირითადი პრიორიტეტი. ამ მიზნის მისაღწევად კომპანიამ რეგიონში 150 სოციალური პროექტი განახორციელა. ასევე ეხმარება მცირე ბიზნესსაც. კომპანიის პორტფელში უკვე შედის 50-ზე მეტი დაფინანსებული მცირე ბიზნესიც. შუახევი ჰესის სოციალური პროექტების ბიუჯეტი დაახლოებით 8 მილიონი ლარია და აქედან მილიონი ლარი განათლებისა და ცნობიერების ამაღლებაზე დაიხარჯა. 4,5 მილიონი ადგილობრივი თემების მხარდაჭერაზე, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე კი 2,5 მილიონი ლარი. თვითმმართველობა წლების განმავლობაში თანამშრომლობს შუახევ-ჰესის მმართველ კომპანიასთან, აჭარისწყლის ჯორჯიასთან და არაერთი წარმატებული პროექტი განახორციელეთ ერთობლივად. მაგალითად, შემიძლია მოგიყვანოთ წარმომარაგების პროექტი, რომელიც ახალდაბაში განახორციელებს, ასევე ჩვენ სოფელ ჩანჩხალოში განახორციელეთ ავაშენეთ ახალი ბაღი და სხვა მნიშვნელოვანი პროექტები, რომელსაც ჩვენ ერთობლივად ვახორციელებთ. ეს თანამშრომლობა წარმატებით გრძელდება დღემდე და ძალიან ბევრი პოზიტივი მოაქვს მოსახლეობისათვის. შუახევ-ჰესს რაც შეეხება მისი მშენებლობის დაწყებიდან დღემდე შემოსავლების სახით რაიონის ბიუჯეტში აისახა 28 მილიონი, მაგალითად გასული წლის განმავლობაში 3,5 მილიონი შემოვიდა ბიუჯეტში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმ პროექტებისა თუ პროგრამების განახორციელებლად, რაც მოსახლეობისათვის ასოციაციურად მნიშვნელოვანია. კომპანია აჭარისწყალი ჯორჯიას და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების თანამშრომლობა კერძო და საჯარო სექტორის პარტნიორობის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია. ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისა და კომპანიის თანამშრომლობის მიზანია ერთობლივი რესურსებით განხორციელდეს პროექტები, რომლებიც მაქსიმალურად იქნება მორგებული ადგილობრივების საჭიროებებზე და რეგიონს გრძელვადიან ეკონომიკურ განვითარებაში დაეხმარება. ჩვენმა კომპანიამ რეგიონის გრძელვადიანი
ეკონომიკური განვითარების მიზნით ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე მოარგავ კორპორაციული პასუხისმგებლობა და სამ მიმართულებაზე გადაანაწილა. ესენია საგანმანათლებლო, ინფრასტრუქტურული და ადგილობრივი თემების ხადაჭერაზე ორიენტირებული სოციალური პროექტები. კომპანიამ დააფინანსა 50-ზე მეტი მცირე ბიზნესი, რითაც ცდილობს ადგილობრივი მოსახლეობისთვის მცირე მეწარმეებისთვის შექმნას პირობები, რომ მათი ეკონომიკური მდგომარეობა უფრო მეტად გაუმჯობესდეს და ასევე მხარს უჭერს მუნიციპალიტეტის პროექტებს, რომლებიც ადგილობრივი ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას ისახავს. კერძო და საჯარო თანამშრომლობის კუთხით გამორჩეული პროექტია გოდერძის ალპური ბაღების განვითარება, რომლის დასაფინანსებლად კომპანიამ $100,000 გამოყო. ალპური ბაღების მიზანია აჭარის მრავალფეროვანი ბუნების იშვიათი სახეობების და ეკოსისტემების დაცვა, ამავდროულად ტურიზმის განათლებისა და კვლევის რეგიონალური ცენტრის შექმნა.